მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთიდან. დღეს შევთავაზებ ცოტა დავიწყებულ კონტენტს. დიდი ხანია ტრეილერი არ დამირეაქტებია და დიდი ხანია რაც რამდენი ხანია? ერთი თვეა ცოტა მეტი კიდე რაც ეს ტრეილერი გამოვიდა. პირველ დავარეაქტე ფანების ანიმაცია ტრეილერის და დავარეაქტებ ახლა ამასაც. ფილმი რო გითხრათ რომ დიდი სამბით ველოდები არა, განსაკუთრებით მაშინ როცა გავიგე რომ შურისმაძიებლების მეხუთე და მეექვსე ფილმები უნდა გამოვიდეს ახლა 2026-27, 25-26, არა 26-27-ში. ასე რომ რაც იქნება, პირველი ტრეილერი მომეწონა და მეორე ტრეილერსაც ვუყურებ გამოვიდან დასკვას, რას ვიფიქრებ ამ ფილმზე. ძალიან მომეწონა რომ წითელი ხალხი გვემატება. ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი მაგ პერსონაჟს და ვნახავთ მალე. მოკლედ მიხვდებოდით ალბათ უკვე რომ ეს არის კაპიტანი ამერიკა ახალი სამყარო. მეორე ტრეილერი, ფინალური ტრეილერი. როდესაც მე ვნახავ ახლავე. დაწმუნებული ვარ ახლა ნებისმიერ თქვენგანს ნახით იქნებათ ეგ ტრეილერი. იმიტომ რომ მართლა დიდი ხნის წინ გამოვიდა, მაგრამ რაც არის. 3, 2, 1. დავწყეთ. ეს ვიღაც ახალ პერსონაჟს ხედავთ, სემი სერიოზული სახით. Is there anything you remember? Ladies and gentlemen, the President of the United States. ეს გვახსოვს როსი. რა მელოდია უკაცრავად. ვაუ. ეს წინა ტრეილერშიც ვნახეთ. Whatever this is, Cap, be careful. Cap როძახიან თან. როგორც ახალ კაპიტან ამერიკას. There were 5 shooters. This was a coordinated terrorist attack, sir. I was a wartime. Now I'm a wartime president. Your inner circle's been compromised. Let me fix it. Watch yourself. You're not Steve Rogers. რა თქმა უნდა, Steve Rogers-ი არ ხარო. ეგეც გვახსოვს რომ თქვა. და ეს ახალი კოსტუმი. ვაუ! მაგარია. წითელ ხალხს იმედია ვნახავთ ერთ წამზე დიდხანს. ეს გაიგო. თუ წითელი ხალხი არ გამოჩნდება, თამბლეზე გავუშვებ. ახალი ამერიკა, ახალი კაპიტანი ამერიკა. ეს კიდე ახალი კოსტუმია? Someone's been pulling the strings on კადრი გაიგო. Harrison Ford out there that I can't control. Captain America caught without his wings. კაპიტან ამერიკას უძახის უკვე ყველა. Execute the state's orders. Don't say I didn't warn you. სტივის ჭრილს გავდა ის. უსასრულო სომში რომ იყო. სტივი არ იქნება ნახო, მაგრამ ოპა, ტრანსფორმაცია. Since when were they red? საინტერესო თვები რომ შავი აქვს. You want me? Come and get me. ოჩა. ესე ჩანს თითქოს როსი ჯერ გადაიქცა წითელ ხალხთან, მერე ერთი 40 წლით გაახალგაზრდოვდა. სულ ეს იყო. რაც მინდოდა იყო რაღაც დავეცებნეთ. ესე იგი კაპიტანი ამერიკა ახალი სამყარო ფინალური ტრეილერი. იცით რა მომეწონა? ვატყობ საინტერესო ფილმი იქნება, არ ვიცი. მაინც ძველი ფილმები, მარველის ძველი ფილმები უფრო მომწონდა. საერთოდ ჯერ მარტო პერსონაჟების გამო აგერ. სემი მომწონს, სულად არ გამიგოთ, მაგრამ სტივი, ორიგინალური ჰალკი და ეს პროფესორი ჰალკი, ტონი რა თქმა უნდა, თორი ცოცხალია ახლა რასვერში, ნატაშა, კლინტი, ვაფშე თქოს აღარ გამოჩნდებაო, რაც სამწუხაროა. და ერთადერთი შურისმაძიებლებიდან
ორიგინალებიდან დარჩა მარტო თორი. და ანუ კარგია რომ ის მაინც არ ამოიდეს, მაგრამ ცუდია რომ დანარჩენები აღარ გყავს. ანუ კარგი იქნებოდა კიდევ ერთხელ ამ შეკრებილიყვნენ. შეიძლება შურისმაძიებლების ახალი ფილმი თუ მულტივერსზე და პარალელურ სამყაროებზე იყოს, სოფლიოებზე უბრალოდ შეიძლება სხვა სამყაროებიდან, ну, ვიყავთ იგივე შურისმაძიებლები, რა ვიცი, სერიალი არის რა მოხდებოდა რომელიც მე ნახე არ მაქვს, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ პარალელურ სამყაროებზეა, სოფლიოებზე, როგორც გინდათ ისე გავუძახეთ. ფილმიც გვაქვს სხვათა შორის ადამიანიობა სამყაროთა შორის და ადამიანიობა მესამე ჩვენი ტომ ჰოლანდის, სადაც უკვე იყო პარალელური სამყაროები. თან ბევრჯერ ნახსენები ერთი ლოკი ვიცი სერიალი, ვანდავიჟენი კი არა, დოქტორ სტრეინჯი მულტისოფლიოში და რავი, კარგი იქნება რომ იყოს, კაპიტანი ამერიკა არ მგონია ხა მულტივერსზე იყოს, მაგრამ კარგი ის იქნება, ფილმი იქნება საინტერესო, მე თუ გითხრათ, ბოლოს და ბოლოს წითელ ჰალკს ამატებდნენ, კომიქსებში ხავთლად ძალიან ბევრი კომიქსი არ მაქვს ჰალკის წაკითხული, მაგრამ მაქვს რამდენიმე და წითელი ჰალკი ყოველთვის მომწონდა როგორც პერსონაჟი. როსი ახლა მინდა გითხრათ რომ საკმაოდ ბევრი ჰეითერი ყავს. ახლა გადავხედე პირველ ტრეილერს რო ვუყურე ამ ფილმისას სიას და ტოპ 10-ში არის მარველის პერსონაჟებს შორის როსი ჰეითერების რაოდენობით. რავი, მე არასდროს არ მეზიზღებოდა. ერთი ცოტა პატარა რო ვიყავი, არ მომწონდა წარმოუდგენელ ჰალკს რო ვუყურებდი, იმის მიხედვით რომ ეს როგორ იქცეოდა და უსასრულოების ომში მათი ქვია კაპიტანი ამერიკის დაპატიმრება რომ ბრძანა მაგიტომ. მაგრამ ახლა გასაგებია რატომაც. ნახოთ როგორი ანტაგონისტი იქნება, თავარია რომ კარგად აჩვენონ ახლა მარველი დიდად არის უხებს თავს ანტაგონისტების ჩვენებაში, იმიტომ რომ თვითონ რეჟისორი მაგიას რომ ძველი პერსონაჟები გვერჩივნაო და ახალი ნაკლებად საინტერესოა. მაგრამ სემი ყოველთვის საინტერესო პერსონაჟი იყო, მოყოლებული იმიდან აქვია დაწყებული ზამთრის ჯერის კაცით დამთავრებული სერიალით. მე ვფიქრობ რომ კარგად უნდა აჩვენონ. ახლა სემსაც ყავს ჰეითერები და ვიცი რატომაც მესმის რატომაც კაპიტანი ამერიკის ადგილი რომ დაიკავა, თუმცა არა, მაგის გამო მე ნამდვილად არ ვაჰეითებ ხოლმე პერსონაჟებს. ყოველ შემთხვევაში ხო. ასეთი გამოვიდა ტრეილერი, კარგი, საინტერესო. თუ მოგეწონათ დალაიქეთ ჩემი ვიდეოს, თუ მოგეწონათ რა თქმა უნდა, გამოიწერეთ არხი, დატოვეთ კომენტარები, გააქტიურეთ ზარის ღილაკი და გამიწერეთ კომენტარებში რის რეაქციებს ისურვებდით მომავალში რომ გინახათ ჩემგან. იმიტომ რომ ნელ-ნელა შეიძლება შეკვეთების მიღებაც დავიწყო. ახალთან ახალი სერიალებიც გვჭირდება, იმიტომ რომ Avatar-ს და Gravity Falls ისე მივაყავი ახლა რომ საკმაოდ მალე დავასრულებთ. მალე ვერა, მაგრამ შეიძლება ერთ თვეში უკვე დასრულებული გქონდეს ყოველ შემთხვევაში Gravity Falls-ი. დოროროც ახლა 24 სერიენია მარტივად დამთავრდება. კარგი, მე გამშვიდობებით. კარგად გრძანდებოდეთ.